გამარჯობა. რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე ამ გადაცემის წამყვანი ნუგზარ ბერიძე გახლავართ, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არ არის, ასე ვთქვათ, მხოლოდ ერთ თემისადმი მიძღვნილი. გვაქვს ორი თემა, ეს არის გადაცემის ქსელის განვითარების გეგმები და სიახლეები მოხმარებელთა მომსახურებაში. როგორც გახსოვთ, წინა გადაცემაში ჩვენი სტუმარი იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ბატონი ილია ელუშვილი, რომელთაც ჰქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მასშტაბური პროექტები ხორციელდება ენერგეტიკაში. კერძოდ საკითხი ეხებოდა მსხვილი ენერგოობიექტების მშენებლობას, გენერაციის იგულისხმება გენერაციის ობიექტები, თუმცა გენერაციის ობიექტების განვითარება რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება, თუმცა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების შემდგომი განვითარების გარეშე ენერგეტიკული ობიექტების, ვთქვათ, გენერაციის ობიექტების შემდგომი განვითარება წარმოუდგენელია. ამ კუთხით ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ სახელმწიფო ელექტრული სისტემის გადაცემის, ასე ვთქვათ, ლიცენზიანტისა და დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტის გენერალური დირექტორი ბატონი სულხან ზუგურლიძე. მოგესალმებით ბატონო სულხან. დისპეჩერიზაციის ლიცენზია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ყოველ კილოვატ-საათ, რომელიც იქნება გენერირებული საქართველოში, იმპორტირებული თუ ექსპორტირებული საქართველოდან, ამას უწევთ დისპეჩერიზაციას. ეს არის ძალიან მოკლედ თუ რას ვაკეთებთ ჩვენი ინფრასტრუქტურა ძირითადად შეადგენს ხაზებს, ქვესადგურებს, მაღალი ძაბვის ქვესადგურები საქართველოში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 20 და დაახლოებით უწევთ ჩვენ 3000 კილომეტრამდე მაღალი ძაბვის ხაზს ექსპლუატაციას. ბატონო სულხან, როგორ ბრძანეთ, თქვენ ხართ 100%-იანი სახელმწიფო წილის, ვთქვათ, კომპანია. თქვენ ამ შემთხვევაში გაქვთ გარკვეული, ასე ვთქვათ, რეჟიმი განვითარების, თუ შეიძლება ამის შესახებ. თქვენ, როგორც ვიცი, თქვენი თანამდებობა ეს არის რეაბილიტაციის მმართველი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. გასაჭიროა 2 სათაური აი ამის შესახებ თუ შეიძლება. ეს ისტორიულად მოსდევს ჩვენ კომპანიას, გამომდინარე იქიდან, რომ რთულ 90-იანი წლების ბოლოს 2000-იანების დასაწყისში კომპანიას არ გააჩნდა სათანადო ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ თავისი ვალდებულებები გადაეხადა. გამომდინარე აქედან სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შესულიყო კომპანია რეაბილიტაციის პროცესში. ეს სხვადასხვა უნიკალური მოვლენაა, როდესაც არ მოხდა კომპანიის გაკოტრება და მის ადგილზე ჩამოყალიბება ახალი კომპანიის, არამედ მოხდა იმ ძველი ვალების დაკონსერვება და შემდეგ თანმიმდევრულად ჩვენ 2023 წლამდე ყველა იმ ლარს, რომელიც დაგროვილი იქნა იმ ალბედით პერიოდის დროს, ჩვენ უკან გადავუხდით ფინანსთა სამინისტროს თუ კერძო მომხმარებლებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლოა ეს არის მართლაც უნიკალური მოვლენა, როდესაც ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ ძველ ვალებზე, რაც ჩვენ გაგვხდა. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ ორი ფუნქცია გვაქვს. ერთი ფუნქცია რასაკვირველია, როგორც ყველა ნორმალურ საწარმოს ჩვენ ზრუნვად განვითარებაზე, ჩვენი ქსელის რეაბილიტაციაზე და ახლის მშენებლობაზე, მაგრამ ამავდროულად გვაქვს ჩვენ მეორე ფუნქცია, რომ ის ძველი ვალები და ძველი ვალდებულებები, რომელიც არსებობდა ჩვენი კომპანიის მიმართ, ის გავისტუმროთ და გავაკმაყოფილოთ კანონიერი მოთხოვნა ჩვენი მევალეების. ბატონო სულხან, თქვენის ნებართვით, რომ რთული ტერმინოლოგია რო არ ვიხმარო და ორი ლიცენზიის შესახებ არ ვისაუბრო, მოკლედ ვიტყვი, რომ თქვენ ბრძანდებით ენერგოსისტემის, ასე ვთქვათ, ძირითადი, ვთქვათ, ფიგურანტი, ძირითადი მოთამაშე. მე მინდა გთხოვოთ ორიოდე სიტყვით ისაუბროთ ჩვენი ენერგოსისტემის ზოგად მიზნებზე, მათ შორის რეგიონალურ კონტექსტში, იმდენად რამდენადაც ჩვენ გარკვეული ასეთ ტიპის ფუნქციებიც გვაქვს რეგიონალური თვალსაზრისით. დიახ, ჩვენი რასაკვირველია, ერთ-ერთი ჩვენი დიდი პერსპექტივა, რასაც ჩვენ ვხედავთ ენერგეტიკაში, არის ჩვენი ჰიდრორესურსები და მათი სწორედ გამოყენება. სწორედ აი ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვაკეთებთ ჩვენ, რომ ის ახალი გენერაციის სადგურები და ბატონმა ილიამ წინა გადაცემაში ისაუბრა იმ ჰიდროსადგურებზე და იმ პოტენციალზე, რაც საქართველოს გააჩნია, აი ზოგადად ეს სადგურები ქსელთან მივაერთოთ. ისე მივაერთოთ, რომ როგორც ჩვენ მომხმარებლებს, ასევე ზედმეტი ენერგია ჩვენს მეზობელ ქვეყნებს უსაფრთხოდ მივაწოდოთ. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზანი, რომ ხელი შეუწყოთ ჰიდრორესურსების გამოყენება საქართველოში, ჰიდრორესურსებზე დაფუძნებული გენერაციის მშენებლობა საქართველოში და შემდეგ მოვახდინოთ, როგორც ჩვენი შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ეს მოთხოვნილება იცით, რომ ყოველწელს არის მზარდი და ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს საქართველოში მდგომარეობა, რომ ზამთრის პერიოდში ჩვენ საკმაოდ დიდ რაოდენობა ელექტროენერგიას იმპორტის სახით ვიღებთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან
და ზუსტად აი ეს იმპორტის დამოკიდებულება რომ შევამციროთ ჩვენი ადგილობრივი ჰიდრორესურსების განვითარების ხარჯზე, აი ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ეს არის იცით რომ ძალიან კარგი სატრანზიტო ფუნქცია გვაქვს, ჩვენ ბუნებრივად ძალიან კარგ პირობებში ვიმყოფებით და რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ეს ფუნქცია, როგორც ქვეყნის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია. ამ მიმართულებითაც ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ, ვაშენებთ ხაზებს ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან აქ. თურქეთთან ავაშენეთ ჩვენ ბოლოს დიდი პროექტი ჰქონდა, ავაშენეთ ახალი ხაზი უდენის შანაკით, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ ერთდროულად ვიმუშაოთ რუსეთთან, თურქეთთან, სომხეთთან პარალელურ რეჟიმში და მიმოცვლა გავაკეთოთ ელექტროენერგიის. რას გეტყოდით, როგორია ჩვენი ურთიერთობის დინამიკა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან? მაგრამ ჩვენ ცნობილია რომ ჩვენ იმპორტ-ექსპორტის ძირითადი ფიგურანტი, ძირითადი ქვეყანა იყო რუსეთი, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებთ ძალიან კარგი ენერგეტიკული კავშირები, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეული აქცენტები ინარჩუნებს. აი ამის შესახებ თუ შეიძლება დიახ, არის რუსეთთან და ჩვენ ყველა ძირითადად ვიტყვი რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ყველა ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, ძალიან მჭიდრო კავშირები. ბოლო წლების თავარი ჩვენი ვფიქრობ ენერგეტიკის სამინისტროს დამსახურება არის რომ მოხდა დივერსიფიკაცია ჩვენი საექსპორტო და საიმპორტო ბაზრების. ანუ არ არის ახლა რომ მარტო ერთ ქვეყანაზე ვიყოთ დამოკიდებული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასი რეგიონში და გვაქვს ყველა ტექნიკური საშუალება იმისი რომ თუ არის დაუშვათ აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში თუ სომხეთში უკეთესი პირობები, ჩვენ გადავერთოთ კიდე ექსპორტის კუთხით, კიდე იმპორტის კუთხით ამ ქვეყანაზე. აი ზორეთ ჩვენ აი ამ ფუნქციაზე ვლაპარაკობთ, რომ შეგვეძლოს ჩვენ დივერსიფიკაცია ჩვენი ბაზრების, ექსპორტის დივერსიფიკაცია, იმპორტის დივერსიფიკაცია და ამ კუთხით საჭიროა რომ ახალი ინფრასტრუქტურა აშენდეს. გვაქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა, თუმცა მომავლისთვის რომ ვიყოთ ჩვენ გამართულები, უპასუხოთ ჩვენ მომავლის გამოწვევებს, საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურის შენებობა, როგორც შიგნით, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. და ბოლო დროის, უпростоად ბოლო პერიოდის ძალიან საინტერესო მოვლენა გახლავთ ელექტროენერგიის ტრანზიტის ფუნქციის შეძენა, როდესაც ჩვენ ვაკავშირებთ ჩვენი გადამცემი ინფრასტრუქტურით მეზობელ ქვეყნებს, კერძოდ ხიდი დაუშვათ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ასევე რუსეთიდან ერთ პერიოდი იყო რა თქმა უნდა თურქეთში და არის კიდევ სხვა პერსპექტივები, აი ამ შესახებაც შეიძლება. დიახ, ჩვენ აი ამ მომენტისთვის მოვჭით ყველა ის ტექნიკური სამზადისი ტექნიკურად გავმართოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ განვახორციელოთ იმპორტ-ექსპორტი ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან და ზუსტად აი ამ დროს ჩვენ როგორც ვახორციელებთ როგორც ტრანზიტს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, ასევე ვახორციელებთ ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. ეს არის უნიკალური შემთხვევა და ალბათ პირველად ხდება, ალბათ კი არა, ნამდვილად დადასტურებით გეტყვით, პირველად ხდება საქართველოში, როდესაც აი ესე ოთხივე მიმართულებით ჩვენ გვაქვს იმპორტ-ექსპორტი და ვიყენებთ სწორედ აი ამ ჩვენ ფუნქციას, სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას. ძალიან კარგი, ჩვენ მე მგონი მეტნაკლებად დავხატეთ არსებული სურათი, ეხლა შევისვენოთ რეკლამაზე და შემდგომ გავაგრძელოთ მეორე ბლოკში. რეკლამა კომერსანტის ეთერში. ბრუნდებით რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერში, გადაცემით პროფესიონალები. დღევანდელი გადაცემა ეძღვრება ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე. კერძოდ ჩვენ საუბრობთ გადამცემი ქსელის განვითარების გეგმების შესახებ. ჩვენი სტუმარია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი სულხან ზუმბულიძე. პირველ ბლოკში ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძირითად მისიაზე და დანიშნულებაზე, რაც აქვს ჩვენს გადამცემ სისტემას, როგორც რეგიონალურ, ასევე ქვეყნის შიგა კონტექსტებში. ეხლა კი ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე ასე ვთქვათ საინტერესო დოკუმენტზე, რომელიც ბოლო პერიოდში უკვე დაამუშავა სახელმწიფო ელექტროსისტემას, ეს გახლავთ გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც ერთდროულად არის როგორც ტექნიკური დოკუმენტი, ასევე გარკვეული პოლიტიკური ხედვა იმისა, თუ საით უნდა განვითარდეს ქვეყანა, როგორი კავშირები უნდა ჰქონდეს მას და რამდენად უზრუნველყოფილი იქნება ენერგომატარებლებით, რაც შეიძლება ითქვას ჩვენი ეკონომიკის განვითარების საფუძველთა საფუძველია. ბატონო ხარ ორივე სიტყვა თავად დოკუმენტის შესახებ. რა დოკუმენტი ეს? რა მნიშვნელობა აქვს? რამდენად არის ჰარმონიზებული ეს საერთაშორისო პრაქტიკაზე?
დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად შარშან დაამტკიცა. ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთგვარი სამკვლევი, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გაწერილი დროში და ასევე თანხებში. იქ არის მითითებული თუ ყოველ წელს რა ინფრასტრუქტურა, რომელი ჰიდროსადგური არის დაგეგმილი რომ შემოვიდეს ქსელში და ამისთვის რა არის საჭირო რომ ეს განხორციელდეს. ამავდროულად ჩვენ გვაქვს გათვლები თუ როგორი იქნება ელექტროენერგიის ზრდა მომავალ წლებში და გვაქვს დადებული ელექტროენერგიის გრძელვადიანი ბალანსი. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საწყისი დოკუმენტი, რომელზეც არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული, რომ ქვეყნის განვითარება მოხდეს სწორი მიმართულებით. ეხლა რასაკვირველია ვკითხოთ, რომ 10 წლის განმავლობაში იქნება იქ ცვლილებები, იქნება რასაკვირველია დაკორექტირებები, მართლაც ფასია ჩვენ ამ ესე კანონმდებლობის მიხედვით ყოველ წელს შეგვიძლია რომ შევიტანოთ კორექტირება, ცვლილება იმის და მიხედვით თუ როგორი არის აქტუალური სიტუაცია და დავაკორექტიროთ ეს ჩვენი გეგმები, მაგრამ ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რასაკვირველია, ძირეულ ცვლილებებს არ იწვევს. რატომ არის ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი? რამოდენიმე მიმართულებით. სამ ძირითად თემას განიხილავს ეს დოკუმენტი. პირველი არის ქვეყნის შიდა სტაბილურობა. და ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ საქართველოს თავისი ენერგეტიკული ქსელით ისტორიულად იყო ძალიან სუსტი, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ერთი დიდი ქვეყნის ნაწილი და იმის შემდეგ რაც ცალკე მოგვიწია ელექტროენერგიის მიმოწყვა, ცალკე როგორც სამოუკიდებელმა ქვეყანამ, რაც შეგვექმნა ძალიან ბევრი პრობლემა და ჩვენს მენელს ეს ახსოვს. იმისთვის რომ ეს აღმოიფხოს, საჭიროა რომ აშენდეს დამატებითი ინფრასტრუქტურა საქართველოში. საჭიროა რომ ხაზები იყოს გადაზღვეული და ერთი ხაზის გათიშვის შემთხვევაში ეს მოხმარებელმა არ იქნოს. სწორედ ეს არის პირველადი მიზანი ამ დოკუმენტის და ეს გეგმა არის გაწერილი დროში. შემდეგი მნიშვნელოვანი მიზანი არის რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ახალი ჰიდროსადგურების მშენებლებს, ინვესტორებს ჩვენ ქვეყანაში, რომ მათ ჰქონდეთ ცოდნა თუ რა ინფრასტრუქტურა შენდება ჩვენთან, სად შეიძლება რომ მათ მიაერთონ ჰიდროსადგური და ამავდროულად ჩვენ მათ ვპირდებით რომ აუშენებთ საჭირო ინფრასტრუქტურას იმისთვის აგრეთვე კვანძებს, სადაც ისინი შეძლებენ რომ თავიანთი ახალი ჰიდროსადგურები მიაერთონ და ეს არის ინვესტორებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. და მესამე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ დოკუმენტის არის რომ ჩვენ გქონდეს გეგმა თუ როგორი მიმოცვა გვექნება ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან. ავაშენოთ ახალი დამატებითი ინფრასტრუქტურა, ახალი ხაზები ყველა ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან და ამავდროულად მათთან ერთად შევიმუშავოთ გეგმა თუ როგორი იქნება გრძელვადიანი მიმოწვის ელექტროენერგიის ბალანსი ჩვენსა და ჩვენ მეზობელ ქვეყნებს შორის. ბატონო სულხან, რამდენადაც მე ვიცი ეს დოკუმენტი ემყარება ძალიან ასე ვთქვათ ნათელ, ასე ვთქვათ მეთოდოლოგიას, ხარცალგებლიანობის ანალიზსა, თქვენ ასე ვთქვათ გამოკვეთილი გაქვთ გარკვეული მიმართულებები, პროექტები და შემდგომ ეს პროექტები ასე ვთქვათ შეფასებულია სწორედ ამ ხარცალგებლიანობის ანალიზის მეთოდით გამოყენებით. ვისი პრაქტიკაა, საიდან ავიღეთ ეს პრაქტიკა და რა მოგცა ხარცალგებლიანობის ანალიზმა, რომელი პროექტებია პრიორიტეტული ამის შესახებ. დიახ, ჩვენ ყველა პროექტი გვაქვს გატარებული ეგრეთ წოდებული ხარცაღრიცხვიანობის პრიზმის ქვეშ, ეს არის ევროპული საუკეთესო პრაქტიკა და საერთოდ ჩვენ ამ დოკუმენტის რო ვიმუშავებდით, გავიარეთ კონსულტაციები არაერთ ევროპულ კოლეგებთან, TSO-ებთან, ტექნიკურ ოპერატორებთან და მათი საუკეთესო პრაქტიკი გამოვიყენეთ და მათ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით შემოვიტანეთ საქართველოში ეს დოკუმენტი. ეს არის ევროპის ქვეყნების და განვითარებული ქვეყნების ძალიან მიღებული პრაქტიკა, რომ მათ აქვს დაწლიანი ფორმალიზირებული დოკუმენტი ელექტროენერგიის დახში თუ როგორი იქნება როგორია გრძელვადიანი ხედვა ქვეყნის, როგორი იქნება გრძელვადიანი ბალანსი და აი ზუსტად ამ პრაქტიკის ერთ-ერთი ნაწილი არის საუკეთესო პრაქტიკის, რომ ყველა პროექტი შეფასდეს მათი ხარცაღრიცხვიანობის და ასე ვთქვათ მომგებიანობის თვალსაზრისით. აქ არის მრავალი კრიტერიუმი, როგორც გარემოზე ზემოქმედება, ასევე დანაკარგების შემცირება,
აი საიმედოობის გაზ და ასე შემდეგ და ამის მიხედვით გვაქვს დაალაგებული ასე ვთქვათ ყველა ეს პროექტი გვაქვს შეფასებული. თუმცა ის რაც ჩვენ ავირჩიეთ გამომდინარე იქიდან რომ ძალიან აი ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ახალი ინფრასტრუქტურა არის ასაშენებელი, ჩვენ ყველა ის პროექტი რომელიც გვაქვს ჩადებული 10 წინარეებაში გვაქვს მითითებული კონკრეტული დრო და კონკრეტული ვადა და ხარჯები თუ როდის უნდა აშენდეს ის და 2025 წლამდე ჩვენი ვარაუდით ყველა ის პროექტი უნდა იყოს დასრულებული. ძალიან კარგი. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბატონ ილიასთან, მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს მასშტაბური პროექტები, რაც ეხება გენერაციის განვითარებას, ძალიან მსხვილ ინვესტიციებს იზიდავს ქვეყანაში. აქაც, რა თქმა უნდა, საუბარია მსხვილ ინვესტიციებზე და რა თქმა უნდა, მათ წყაროებზეც ალბათ უნდა ვისაუბროთ. აი, შეიძლება ფინანსურ ნაწილზე, რა თქმა უნდა, ეს არის საერთო კონტურები ამ გეგმის, ეს არ არის, ასე ვთქვათ, ყოველ თეთრზე გათვლილი გეგმა, ეს არის გამსხვილებული მაკრომაჩვენებლები ეკონომიკური. თუ შეიძლება ამში. დიახ, ჩვენ მოგახსენებთ, რომ ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი ინვესტორებისათვის და რატომ ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ინვესტორებს, ვისაც აქვს ინტერესი საქართველოს ჰიდრორესურსებში, რომ დააბანოს დავებული, რომ სახელმწიფო დაახლოებით 700-დან 800 მილიონ ევრომდე გაიღებს შემდეგი 10 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ გააუმჯობესოს ქვეყანაში ელექტროინფრასტრუქტურა მაღალი ძაბვის ელექტროენერგიაში. ეს არის ერთგვარი სიგნალი მათთვის, რომ შეუძლიათ თამამად გაანახორციელონ თავისი ინვესტიციები და ჩვენ ველოდებით აი ამის საპირწონედ, როდესაც სახელმწიფო დააბანდებს 700-დან 800 მილიონ ევრომდე, საპირწონედ დაახლოებით ველოდებით 3-დან 4 მილიარდ დოლარამდე, ევრომდე, ასე ვთქვათ, და იგივე ის რომ ვიხმაროთ, ვარდა კერძო ინვესტიციებს და ზუსტად აი ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი ეს არის მიზანი რომ მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები ელექტროენერგეტიკის დარგში. თუმცა საუბარია იმაზე, რომ რა თქმა უნდა თქვენ გარკვეულ დონორ ორგანიზაციებთან გაქვთ ურთიერთობა, მათ შორის რამდენადაც მე ვიცი ეს არის ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, KfW და ასე შემდეგ. ეს ძირითადად ეს ორგანიზაციები არიან. კი, თუ ჩვენ არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და მას განვითარებას ვახერხებთ არსებული ჩვენი ტარიფის მეშვეობით, ახალ ინფრასტრუქტურაზე აქ გვჭირდება ჩვენ დონორი ორგანიზაციების დახმარება. ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ელექტროსისტემაში თითქმის ყველა დონორი ორგანიზაცია, ეს არის გაიმანის განვითარების ბანკი, ეს არის ევროპის განვითარების ბანკი, ეს არის აზიის განვითარების ბანკი, რომელთან ერთადაც ჩვენ გვაქვს პროექტები და ეს არის მსოფლიო ბანკი. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს 4 დიდი პროექტი ქვესადგურების მშენებლობის და 4 პროექტი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის, სადაც აი ზუსტად აი ამ დონორი ორგანიზაციების მეშვეობით ვახორციელებთ. ეს არის ძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები, დაახლოებით 20-25 წელი გრძელდება გადახდის პერიოდი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი გახდათ 1%-დან 3%-მდე. ეს მართლაც რომ არის ჩვენთვის, ასე ვთქვათ, მომხმარებლისთვის ძალიან პოზიტიური, იმიტომ რომ ტარიფზე გავლენას იქონიებს მინიმალურს და დაწოლას, ასე ვთქვათ, მომხმარებელზე იქონიებს ეს მინიმალურს, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ინფრასტრუქტურის აღდგენა და გამოსცემა. ალბათ უნდა შევეხოთ გრანტებსაც, იმდენად რამდენადაც ახლა ტარიფს შევეხეთ, ალბათ გრანტი განსაკუთრებით სასიამოვნოა და ამ კუთხითაც ყავს, ასე ვთქვათ, დონორები და თუ შეიძლება მათ შესაძლებლად. დიახ, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მართლაც ჩვენ ამერიკის მთავრობამ და USAID-მა ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც 36 მილიონი დოლარი გვაჩუქა, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი არ 36 მილიონი დოლარი კიდე არ გამოხატავს აი მთელ შედეგს, რაც ჩვენ მივიღეთ. ჩვენ შევძელით ყველა ჩვენი არსებული ინფრასტრუქტურის ქვესადგურის თავი და ბოლომდე რეკონსტრუქცია. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი 15-20 წელიწადი ჩვენ გვაქვს ცოდნა იმისი, რომ ტექნიკურად ჩვენ გვექნება მაღალი ძაბვის ქვესადგურები გამართული და ეს ჩვენ მოვახერხეთ ამერიკის მთავრობის გრანტით და ამავდროულად მეორე პროექტი, რომელიც USAID-ის დახმარებით განვახორციელეთ, ეს არის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში ელექტროგადაცემის ქსელის გაძლიერება. ჩემი აზრით თქვენი ორგანიზაციის მთავარი სიმდიდრე ალბათ არ არის, ასე ვთქვათ, მატერიალური ფასეულობები, როგორც არის ელექტროტექნიკური აქტივები. ჩვენ განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობა თქვენ სპეციალისტებთან, რომელმაც ჩემი აზრით ძალიან წინ წაიწიეს სწორედ აი კვალიფიკაციის და აი თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების კუთხით.
დიახ, მართლაც მასე გახლავთ, ჩვენ დაახლოებით 8-9 წლის წინ პროექტებს ვახორციელებდით მხოლოდ საერთაშორისო კომპანიების Siemens-ის და სხვა დიდი მონსტრი კომპანიების დახმარებით. ეს რასაკურველია აღისახებოდა კიდევაც ხარჯებზე. შემდეგ ჩვენ წავედით იმ გზით, რომ ვეცადეთ ეს know-how, ეს ცოდნა გადმოგვეტანა ელექტროსისტემაში. ვისწავლეთ ჩვენ აი ამ ჩვენი დიდი მომწოდებლებისგან, ვეცადეთ რომ გვესწავლა და ამავდროულად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი შიდა სასწავლო ცენტრი, სადაც ჩვენ შიდა კადრებს არსებულს ასევე ახალს ვატრეინინგებთ და ვძენთ მათ იმ უნარჩვევებს, სოდნაც რაც არის საჭირო იმისთვის, რომ განვახორციელოთ მაღალ ძაბაზე ელექტროგადაცემ ხაზებზე და ქვესადგურებზე პროექტები. ამან გაცილებით შეამცირა ჩვენი ხარჯები, ჩვენი პროექტის განხორციელების ხარჯები და რომ წარმოიდგინოთ, თუ ჩვენ ადრე ერთი ქვესადგურის რეკონსტრუქცია გვიждდებოდა დაახლოებით 15 მილიონი ევრო, დღესდღეობით ეს შეიძლება დაგვიჯდეს 2-3 მილიონი. აი ამ ხელა განსხვავება არის, როდესაც ჩვენ შიდა რესურსებზე ვაკეთებთ აქცენტს, იმ საინჟინრო ცოდნას ვძენთ ჩვენს ქართულ ინჟინრებს, რაც არის საჭირო და საერთაშორისო სტანდარტი და ამითი ვამცირებთ ჩვენ ისევ დაწოლას ტარიფზე და მომხმარებელზე. რომ არ დარჩეს ჩვენს მსმენელს, ასე ვთქვათ, შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ იავარდით არის მოფენილი თქვენი საქმიანობა, მე მინდა გკითხოთ იმის შესახებ, თუ როგორ ამყარებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებზეც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს აი ამ მასშტაბური პროექტების, ასე ვთქვათ, მშენებლობა. ეს არის, რა თქმა უნდა, ზემოქმედება გარემოზე, ეს არის ზემოქმედება სოციალურ სფეროზე, რამდენადაც მე ვიცი და ბოლო პერიოდში ტელევიზიითაც იყო ეს დებატები იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოქმედება გარემოზე, ზემოქმედება დაუშვათ იგივე საცხოვრის ასე ვთქვათ სოფლებზე არის მნიშვნელოვანი და გარკვეული პროტესტებიც ამასთან დაკავშირებით. როგორია ამ შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარების გზები? დიახ, ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი მუშაობის ძალიან დიდი ნაწილი და დრო მიაქვს ზუსტად რომ აი ეკოლოგიური დასკვნის აღებას, სამშენებლო დასკვნის აღებას, იმ საჭირო დოკუმენტაციას, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით, რაც ჩვენ ყველაფერი უნდა შევასრულოთ იმისთვის, სანამ დავიწყებთ ხაზის მშენებლობას. ეს მოგახსენებთ, რომ გართულებულია ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო ჭირს ასეთი ტიპის დასკვნების აღება, რაც ერთის მხრივ არის მისასალმებელი, რასაკურველია და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოვერგოთ ამ ახალ რეალობას. აქ თქვენ ახსენეთ ეკოლოგიური დასკვნა, გარემოზე ზემოქმედება, ეს არის ყველაფერი ის დოკუმენტი და ის ასე ვთქვათ საჭირო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ხაზების მშენებლობა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ყველა კანონმდებლობით დადგენილ ნორმას ვასრულებთ, ჩვენ გვაქვს ყველა ეს დოკუმენტი აღებული, მათ შორის მიწის მესაკუთრეებისგან დოკუმენტი, ან არის ეს სახელმწიფო მიწა და აქ ხდება ხოლმე მაინც ასე ვთქვათ პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობასთან. არის რომ არ გუშვებენ ხაზზე და ამის შემდეგ გასაკურველია ფერხდება პროექტი და ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენი პოზიცია არის რომ რასაკურველია რომ რაც არის კანონმდებლობით დადგენილი და რასაც გვავალებთ ჩვენ კანონმდებელი ის ყველაფერი უნდა შევასრულოთ, მაგრამ ამავდროულად უნდა დავჭერთ ჩვენ კანონმდებლობის ფარგლებში მაშინაც, როდესაც ჩვენ საკუთარ მიწაზე შევდივართ, ან სახელმწიფო მიწაზე შევდივართ, გვაქვს ყველანაირი უფლება იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო ეს ასე ვთქვათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ფერხდება და აი აქ არის მართალია მართალი ბრძანებით ნამდვილად არ არის იავარდებით მოფენილი ამ შემთხვევაში ამ მომენტში ხოლმე ჩვენი ცხოვრება კი ბატონო. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ფულის მოპოვება გარკვეული პროექტის განსახორციელებლად უფრო იოლია, ვიდრე დაუშვათ მოლაპარაკება, განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდის მახსოვს მოვლენები, რომელიც დაკავშირებული არის მაღალძაბის ხაზის მშენებლობასა და დარეალის ხეობაში. მაშინ რამდენადაც მე ვიცი, ყველა ნორმა დაცული იყო და ეხლა რა მდგომარეობა არის გარკვეული კონსენსუსი მიღწეული მოსახლეობასთან? დიახ, ამ შემთხვევაში ჩვენ ნაწილობრივ მივაქციეთ კონსენსუსს, ვაგრძელებთ მშენებლობას, მაგრამ მართლა ვზარებთ თუ ადრე ჩვენი ენერგიის კონცენტრაცია მიდიოდა იმისთვის, რომ გვემუშავა და ხაზი აგვეშენებინა და ფიზიკურ სამუშაოები იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, დღეს ამან მეორე პლანზე გადაიწია, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხიც უფრო მეტად მობილიზებულია და ცოდნაც მეტი შევიძინეთ, ეხლა ძირითადი ჩვენი ასე ვთქვათ გამოწვევა არის აი ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტები, რომელსაც
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ რასაკვირველია კანონმდებლობის პარაგრაფში ყველაფერს ვაკეთებთ და ამავდროულად ვითხოვთ, რომ თუ ყველაფერი არის, ყველა დოკუმენტი არის, ასე ვთქვათ, ადგილზე, მოხდეს პროექტის შეჩერება და გაჩერება. ბატონო სულხან, მოდით ძალიან საინტერესო საკითხები იყო და იმისათვის რომ სურათი სრულყოფილი იყოს, იქნებ რამოდენიმე სიტყვით ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტები ხორციელდება აი ამჟამად და რა არის საომავლო გეგმები ამ უახლოეს პერიოდში. აი ამის შესახებ შეიძლება. დიახ, მართლაც ეხლა წელს უპრეცედენტოდ ბევრი პროექტი თავდება, რაც დავიწყეთ ბოლო წლების განმავლობაში. პირველ რიგში ეს არის ხორგას მაღალი ძაბვის ქვესადგური, რომელიც ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და პერსპექტივაში თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად ჯვარის ქვესადგურს ვაშენებთ ჩვენ, ეს არის ენგურთან ახლოს და დამაკავშირებელ ხაზს ხორგასა და ჯვარს შორის. ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ენგურის ბასენიდან ჩვენ ელექტროენერგია უსაფრთხოდ გადმოვიტანოთ დასავლეთ და შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ვაძლიერებთ აღმოსავლეთ საქართველოს ქსელს და ვაშენებთ მარნეულში 500 კილოვოლტიან ახალ ქვესადგურს, რომელიც თბილისის ელექტრომომარაგებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად საერთაშორისო ხაზი სომხეთსა და საქართველოს შორის ზუსტად აი ამ ქვესადგურში შევა და 2018 წელს გვექნება კიდევ ჩვენ ერთი დამატებითი ხაზი ჩვენს მეზობელ სომხეთის რესპუბლიკასთან. ამავდროულად ჩვენ ვაკეთებთ ორი ხაზის მშენებლობას, ერთი არის ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელი ხაზი და მეორე თქვენ უკვე ახსენეთ, ეს არის ქსანიდან სტეფანწმინდამდე აზბეგის მიმართულებით ახალი გადამცემი ძაბვის ხაზი. და დიახ, ძირითადი ეს დანიშნულება ამის ყველაფრის არის ის, რომ მოხდეს გენერაციის გამოტანა გენერაციის უსაფრთხოდ და უცხოთად ალბათ ყველას ახსოვს ავარიები, რომელიც იყო იმერეთის ხაზზე და ახალი ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგცემ ასეთი ავარიების შემთხვევაში მინიმალურ მოხმარებებზე გავრცელდეს მისი ზემოქმედება. ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ამდენი დრო დაგვითმეთ. მე მგონი საინტერესო და გასაგები იყო ჩვენი მომხმარებლისათვის და ჩვენი მსმენელისათვის ეს ინფორმაცია. დიდი მადლობა. ამით ჩვენი მეორე ბლოკის თემა ამოწურულია და შევისვენოთ რეკლამაზე. მესამე ბლოკში დავბრუნდებით უკვე სხვა საკითხთან ერთად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა სტუდიაში მოგვწევისთვის. დიდი მადლობა. ბრუნდებით რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერში გადაცემით პროფესიონალები. ჩვენი მესამე ბლოკის სტუმარია ბატონი გიორგი ფანგანი, სემეკის კომისიის წევრი და ჩვენი ესე ვთქვათ საუბრის თემა გახლავთ სიახლეები მოხმარებელთა მომსახურებაში. გამარჯობა ბატონო გიორგი. გამარჯობათ. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენს გადაცემაში. თქვენ არაერთხელ ბრძანდებოდით სტუდიაში და ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მოხმარებელთა მომსახურების ხარისხი. ეს თქვენი ასე ვთქვათ კურირების სფეროა და რამდენადაც მე ვიცი გარკვეული სიახლეები ამ კუთხითაც იგეგმება. თუ შეიძლება ამის შესახებ ორიოდე სიტყვა. დიახ, როგორც მოგესალმებათ თქვენს და მომხმარებლების უდიდეს ნაწილსაც, კომისია ბევრი წელი არის დიდ ყურადღებას უთმობს მომსახურების ხარისხის განვითარებას. ჩვენ დავიწყეთ რამოდენიმე წლის წინ, ჯერ იყო ელექტროენერგეტიკა, მერე სხვა დარგები შეემატა, თუმცა აქამდე ძირითადად აქცენტები კეთდებოდა იმაზე, თუ ლიცენზირებადი თუ რეგულირებადი საწარმოები როგორ უნდა ეპრობებდნენ თავის მომხმარებლებს, რა სტანდარტით უნდა ემსახურებოდნენ მათ და ასე შემდეგ. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, დღითი დღე იზრდება სემეკის მობადობა, იზრდება მომართვენობა სემეკის მიმართ, ხალხმა გაიგო, რომ მათი უფლებები დაცული არის და არის ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვას მომხმარებლის უფლებას თუ ის უკანონოდ იზღუდება. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროა ჩვენი მომსახურებაც გავაუმჯობესოთ და ამასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ call ცენტრი. ეს არ იქნება თქვა ცხელი ხაზი, ეს იქნება საინფორმაციო call ცენტრი, რომელიც მუშაობს სემეკში, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მომხმარებლისთვის ნებისმიერ წერტილიდან უფასო და რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მიიღებს შეზღუდვის დაგვარად ამომწურავ ინფორმაციას ნებისმიერ საკთან დაკავშირებით, რომელიც შედის სემეკის კომპეტენციაში.
ანუ ესე იგი საუბარი არის სპეციალური ქვედანაყოფის შექმნაზე, იმდენად რამდენადაც ახლა სემეკი ყოველთვის დაკავებული იყო მოხმარებელთა ინტერესების დაცვით, ძალიან პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ სამუშაოს ატარებს სემეკი, ესე ვთქვათ, ამ დავების განხილვისა და მოხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის, დავების რაოდენობა კიდევ და კიდევ უფრო იზრდება, არსებობს სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც მუშაობს უშუალოდ მოხმარების ინტერესების დაცვაზე, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი რგოლი დაგვემატა, რომელიც მოხმარებელთა უფლებების დაცვას გააიოლებს. თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, ტექნოლოგია რო აღწეროთ, რა არის კოლ-ცენტრი თავისთავად, ეს სიტყვა თავისთავად რას ნიშნავს და რა კომპონენტებს მოიცავს ის და, რა ძალის არის. ბატონო, პირველ რიგში დავამატებ თქვენს თქმას, რომ სემეკთან არსებული საზოგადოებრივი დამცველი სამსახურის გარდა, მოხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი სამსახურის გარდა, როგორც მძარით არის უკვე სემეკის აპარატში არსებული დეპარტამენტი, მოხდა საჩივრების დეპარტამენტი, ხოლო ეხლა რასაც ჩვენ ვქნით კოლ-ცენტრი, ეს იქნება, ასე ვთქვათ, პირველი ხაზი, ფრონტზე პირველი ხაზი, რომელიც მოხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას, აქ იქნებიან მაღალი დონის პროფესიონალები, დასაქმებულები, რომელთაც ეკნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც არის სემეკში, მაგალითად მოხმარებელს აინტერესებს, როგორ დარეგისტრირდეს აბონენტად. ან მოხმარებელი თქვის, რომ მის უფლებას არღვევს ნებისმიერი სექტორის, ნებისმიერი კომპანია. ან უბრალოდ მოხმარებელს აინტერესებს რა არის დღევანდელი არსებული ტარიფი. ანუ პრაქტიკულად ეს არის შეუზღუდავი ინფორმაცია, რაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავმეორდები, სემეკის კომპეტენციაში შედის. მას შეუძლია მიმართოს ამ კოლ-ცენტრს და მიიღოს ინფორმაცია. ასევე ჩვენ თუ პირველ ეტაპზე არა მეორე ეტაპზე აუცილებლად გვეგმავთ ჩვენი კოლ-ცენტრის ინტეგრაციას რეგულირებადი საწარმოების კოლ-ცენტრებთან, რახან მოხდეს ინფორმაციის სწრაფი მიღება ავარიებთან დაკავშირებით. ეს მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მომხმარებლისთვის და ჩვენ ეხლა როგორც შემოდის ზარები, არა კოლ-ცენტრში, არამედ უკვე უბრალოდ უშუალოდ დეპარტამენტებში და თანამშრომლებთან ძალიან ხშირად არის ისეთი საჩივრები, რომელიც ეხება ამ თუ იმ მომსახურების შეწყვეტას. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც შევეცდებით, რომ დავეხმაროთ მოხმარებელს. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, კოლ-ცენტრს ექნება, რა თქმა უნდა, თავისი სტატისტიკის აღრიცხვის საშუალებები, სადაც ჩვენ დავინახავთ თუ რა პრობლემებია ძირითადად იმის გარდა, რაც ახლა შემოდის საჩივრები წერილობითი ფორმით, იმის გარდა დავინახავთ თუ რა პრობლემები არის მომხმარებელში და რეგიონებში ასთავარი, რადგან ხშირად უჭირს ჩამოსვლა. საქმიანობა უფრო ადეკვატური გახდება, პრობლემატურ საკითხებს. ხშირ შემთხვევაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს რეგიონიდან უჭირს თბილისში ჩამოსვლა და მას იქნება უკვე საშუალება პირდაპირ დაგვირეკოს, მოგვახსენოს მაგის პრობლემის შესახებ, თუ შევეცდებით რომ დავეხმაროთ და თან დავინახოთ თუ რომელ რეგიონში რა მიმართულებით რა პრობლემაა. ბატონ გიორგი, თუ შეიძლება ეხლა ვთქვათ იმის შესახებ თუ რა სტადიაშია კოლ-ცენტრი, რა ქმედებები იქნა განხორციელებული და რა არის მომავალში მოსალოდნელი და როდის ამუშავდება სრული ძალით ეს ძალიან საინტერესო სერვისი მოხმარებელს. კოლ-ცენტრზე მუშაობა პრაქტიკულად დამთავრებულია. შეძენილი აღჭურვილობა, აყვანილია თანამშრომლები, მიდის ახლა ამ თანამშრომლების აქტიური ერთუდებული დატრენინგება, რადგანაც სფერო არის საკმაოდ სპეციფიური და ჭირდება გარკვეული ცოდნა და გამოცდილება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთი თვის განმავლობაში კოლ-ცენტრი ამუშავდება, ჯერჯერობით მისი სამუშაო საათები იქნება 9-დან 6 საათამდე, ორი ოპერატორი იქნება დაკავებული. თუ დავინახეთ, რომ ეს არ არის საკმარისი, აუცილებლად გავსდით შტატს და შევაგავზადოთ სამუშაო საათებით, ეს უკვე ამას დაგვანახებს უკვე მომავალი პერიოდი. სამუშაო საათებზეა ორიენტირებული თუ უფრო დიახ, რადგანაც კიდევ ერთხელ როგორც დავშევახსენე, გამეორდები, რომ ეს არ არის ცხელი ხაზი, ეს არის უფრო საინფორმაციო ასე საშუალება კოლ-ცენტრი, რომელიც იქნება ორიენტირებული მომხმარებელს, ეს იქნება თან მინდა ხაზი გავუსვა, რომ სპეციალურად შერჩეოდ იქნება ისეთი თანამშრომლები შეძლებენ ყველა მომხმარებელს გაუწიონ და ხო მაგალითად უცხოენოვანი, ინგლისურენოვანი იქნება ეს რუსულენოვანი, ამიტომ ყველა მომხმარებელს ექნება ის წყარო, სადაც მიიღებს ძირითად ინფორმაციას მის უფლებების შესახებ.
ძალიან კარგი ეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია არა მარტო ჩვენი საყოფაცხოვრებო მოხმარებლისათვის, არამედ ასევე ბიზნესებისათვის, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ბიზნესები არ არის მხოლოდ ადგილობრივი, არის ასე ვთქვათ უცხოური ინვესტიციების და ალბათ ენების ცოდნაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორედ კოლ-ცენტრის თანამშრომლებისაც. რამდენადაც მე ვიცი, თანამშრომლები უკვე აყვანილია და დატრენინგა მიმდინარეობს და უახლოეს ხანში, ანუ ერთ თვის განმავლობაში იგი შევა მწყობში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, უაღრესად საინტერესო ინფორმაცია იყო და იმედი მაქვს რომ მომავალში სწორედ აი ამ ინფორმაციის განვითარებაც მივიღებ და ამის შესახებაც ესე ვთქვათ თქვენი იმედი გვაქვს რომ მობრძანდებით ისევ სტუდიაში. დიდი მადლობა. მე კი გემშვიდობებით ამით ჩვენი გადაცემა დამთავრებულია. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.